დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ ერთხელ კაფეში წასვლის სანაცვლოდ შეიძლება კურსი იყიდოთ და ძალიან მაღალ დონეზე დაეუფლოთ პროფესიას. ეხლა მოგიყვებით მე თქვენ პლატფორმაზე, სადაც მართლა ორი ყავის საფასურად შეგიძლიათ ნებისმიერი სფეროს კურსის ყიდვა და ახალი პროფესიის ათვისება. ბევრმა შეიძლება იცით Udemy-ის შესახებ, რომელიც არის ონლაინ აკადემია, სადაც არჩევთ თქვენთვის სასურველ სფეროს და ნახავთ უამრავ კურსს, სხვადასხვა ლექტორების მიერ ახსნილს და მე არ მახსენდება დღე, როცა რაიმე სფეროს ან რაიმე განხრით რაღაცის ცოდნა მინდა და მიმეღო და ვერ მეპოვოს ეგეთი კურსი Udemy-ზე. ნულიდან პროფესიონალურ დონეზე შეგიძლიათ დაეუფლოთ, როგორც გითხარით, ნებისმიერ სფეროს. იქნება ეს დიზაინი, პროგრამირება, უბრალოდ ხატვა, ცეკვა და ასე შემდეგ. Udemy ასევე გვთავაზობს ისეთ კურსებს, რომლებიც უნივერსიტეტებში არ ისწავლება და არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ხელმისაწვდომობა. რეალურად თითქმის ყველა კურსი ღირს $100, მაგრამ ყოველთვის ფასტაკლებები აქვთ და ჩემი რჩევა რომ არასდროს არ გადაიხადოთ სრული თანხა არც ერთ კურსში, იმიტომ რომ შეიძლება მეორე დღეს უკვე ფასტაკლებული დაგვხდეთ და ფასტაკლებაზე კურსის ღირებულება გახლავთ $15. $15-დან $25-მდე მერყევებს გააჩნია კურსს, მაგრამ მე რა კურსის დამჭირებია ყველაში გადავხედეთ $15. ანუ რეალურად კაფეში ერთხელ წასვლას თუ აერიდებთ თავიდან და ინვესტიციას გააკეთებთ თქვენ ცოდნაში, იგივე ღირებულება გამოდის. რაც მთავარია, სწავლობთ თქვენი ტემპით. ან რას გულისხმობ ამაში. თუ დაიღლებით, შეგიძლიათ გაჩერდეთ რამოდენიმე დღე შეისვენოთ, მერე ისევ გააგრძელოთ. რაღაც პერიოდის მერე თუ გადახედვა დაგჭირდებათ ეს ვიდეო ჩანაწერები სულ თქვენთან იქნება და შეგიძლიათ გაიხსენოთ. რა თქმა უნდა, მეც გავლილი მაქვს რამოდენიმე კურსი და ჩემს ოჯახის წევრებსაც და ჩემს მეგობრებსაც, ამიტომ ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ, ძალიან მიყვარს ეს პლატფორმა. შეგიძლიათ როგორც კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან, ტელეფონიდან, ნებისმიერი დივაისიდან რომ შეხვიდეთ და თან ოფლაინად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. მინდა რომ რამოდენიმე რჩევაც მოგცეთ, ვინც არ იცით ამ პლატფორმის შესახებ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ერთ სფეროზე შეიძლება რამოდენიმე კურსი არსებობდეს 10 ან 15 სხვადასხვა ლექტორების მიერ ახსნილი და შექმნილი, ესე რომ ვთქვათ, და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რევიუებს, ან გამოხმაურება, როგორი აქვს რამდენი სტუდენტი ესწრებოდა, რამდენმა სტუდენტმა შეიძინა ესე თუ ის კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ასევე სილაბუსით დევს და რამოდენიმე გაცნობითი ვიდეო, რათა გაიგოთ თუ როგორ საუბრობს ლექტორი და მოგწონთ თუ არა, დაგიბრუნებენ თანხას თუ არ მოგეწონათ. მოკლედ, ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ უკმაყოფილება. და ბოლოს, რაც ყველაზე კარგი არის ჩემი აზრით, კურსის გავლის შემდეგ უკვე იღებთ სერტიფიკატს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და აღიარებულიც არის. შეგიძლიათ განათავსოთ